სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცარა ნომერი 32. ზამბარაზე მიმაგრებული სხეული მოთავსებულია გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზეო. წონასწორობის მდებარეობაში სხეულის მასათა ცენტრის კოორდინატია ნულის ტოლია, როგორც ნახატზე ამოცემული. ესე იგი, სად და იქ არის მასათა ცენტრის კოორდინატი და მის მასათა ცენტრი და მის შესაბამის კოორდინატი, როგორც ნახატზე ხედავთ ნულის ტოლია. სხეული გადაადგილეს წონასწორობის მდებარეობიდან დადებითი მიმართულებით. ესე იგი, აქეთ გადაადგილეს, აი ასე, გადმოადგილეს. ეს ჩვენი სხეული, ხო? ერთუდი კრიტო კარგად დავხატოთ. ასე, გადმოადგილეს. კი ბატონო, და აი აქ მოვიდოდა. ეს ჩვენი მასათა ცენტრი. აი ამ წერტილში და ეხლა ამის კოორდინატი იქნება, აი ეს ხო? აი ეს იქნება კოორდინატი. მოდი ამას მაქსიმალური მდებარეობა, წონასწორობის მდებარეობიდან მაქსიმალური გადახრა იქნება ეხლა ეს. პლუს a ამპლიტუდა, რომელსაც ამპლიტუდას ვეძახით და აი ეს იქნება მინუს a, ხო? გავაგრძელოთ შემდეგ. ხელი გაუშვეს და მან დაიწყო რხევაო. კი ბატონო, შეუსაბამით ციფრებით დანომრილ სიდიდეებს რხევის დაწყებიდან გასულ ტედროზე მათი დამოკიდებულების თვისებრივი გრაფიკები. ხო, და პასუხების მიზეზად ცხრილის სათანადო უჯრედში დასვით ნიშანი x-ი. ესე იგი, პირველი ის არის მასათა ცენტრის კოორდინატი და ამ მასათა ცენტრის კოორდინატის ტედროზე დამოკიდებულება გვაინტერესებს. დავაკვირდეთ, ხო? როდესაც ეს ჩვენი m მასის სხეული, ესენი m მასის სხეული, მაქსიმალურად არის გადახრილი, ხო, ამ დროს სიჩქარის x კოორდინატი, აი ეს კოორდინატი, x კოორდინატი ტეუდრის 0 მომენტში, ამ დროს სიჩქარის x კოორდინატი ტოლი არის 100, ხო? კი ბატონო, შემდეგ მცირდება, 0 ხდება, შემდეგ -1 ხდება, ხო? დროის საწყის მომენტში თუ არის x-ი 100 ტოლი, მაშინ ნებისმიერი მომენტისთვის, შეგვიძლია ეს აღწეროთ შემდეგი სახით, x-ი ტოლი იქნება კოსინუს ომეგა t, ხო? კოსინუს ომეგა t. რატო იქნება ასე? იმიტომ რომ დროის საწყის მომენტში ტესტს თუ ავიღებთ 0-ის ტოლად, მართლაც კოსინუსი 0-ზე 1-ის ტოლია და რჩება დროის საწყის მომენტისთვის აი ეს გამოსახულება. ამიტომ აი ეს აღწერა ნამდვილად სამართლიანი არის ჩვენ შემთხვევაში. ანუ ჩვენ ვეძებთ ისეთ შემთხვევას, როდესაც ისეთ დამოკიდებულებას, სადაც a კოსინუს ომეგა t გვაქვს. ეხლა და აი აქ თუ შევხედავთ ას. დროის საწყის მომენტში მაქსიმალური მნიშვნელობას იღებს და მე კოსინუსის კანონით იცვლება. შესაბამისად პირველში იქნება პასუხი a. ეხლა გადავიდეთ მეორეზე, მეორეში რას ვკითხებია? სიჩქარის გეგმილი x ღერძზეო. ხო, სიჩქარეს რაც შეეხება, სიჩქარეს შევხედოთ, ეხლა სიჩქარე, როდესაც ტეუდრის 0 მომენტში, ხო, სიჩქარე, რადგანაც მაქსიმალურად არის გადახრილი, ჯერ არ დაუწყია ოსცილაცია, ამ ჩვენი მასის სხეულს v ტოლი არის 0-ის, ხო? მაგრამ სიჩქარე მიმართული არის vx-ი, v მიმართული არის x ღერძის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად აქედან გამოგდის, რომ vx-ი ნაკლები არის 0-ზე თავიდან. შემდეგ იზრდება, ხო? წონასწორობის წერტილში გავლისას მაქსიმალური ხდება, მერე ისევ მცირდება და ასე აგრძელებს ნიშნულობების შეცვლას. ხო და ეხლა ჩვენ ვეძებთ ისეთ გრაფიკს, სადაც დროის საწყის მომენტში 0 გვაქვს. ესეთი არის e, ერთი e არ გვაქვს ეგეთი და მეორე გვაქვს d, ხო? მაგრამ სიჩქარის x ბგენელი უარყოფითი არის თავიდან და d-ში საერთოდ უარყოფითი არ ხდება ეს გრაფიკის შესაბამისად გვხვდება შემთხვევა e-ღა. ანუ პირველში იყო a, მეორეში იქნება e. სხვანაირად როგორ შეგვიძლია ვაკეთებთ? ცოტა მკაცრად თუ მივდგებით ახლა ჩვენ ამ საკითხს. გამომდინარე იქიდან რომ vx-ი წარმოადგენს კოორდინატის წარმოებულის დროით dx dt-ს, ხო? აი ამ გამოსახულებას თუ გავაწარმოებთ, მივიღებთ სიჩქარის vx გეგმილის დამოკიდებულებას დროზე. ამის წარმოებული იქნება -a ომეგა სინუს ომეგა t. და სწორედ აი ეს გრაფიკი წარმოადგენს -a ომეგა სინუს ომეგა t-ს გრაფიკს, ამიტომ ცხადი არის აქედან გამოგდის, რომ მეორეში უნდა იყოს პასუხი. კი ბატონო, შემდეგი აჩქარების გეგმილი x ღერძზეო. აჩქარება, ახლა ნახოთ აჩქარებაში რა ხდება. აჩქარება ეხლა აი აქ ამ წერტილში მაქსიმალური არის ძალა, რადგანაც დრეკადობა მაქსიმალურად არის გაჭემული ეს ჩვენი ზამბარა, შესაბამისად მაქსიმალური დრეკადობის ძალა აღიძვრება. საწყის მომენტში მაქსიმალურად არის აღძრული დრეკადობის ძალა, რომელიც პროპორციული არის აჩქარების, ხო? აჩქარების. ახლა f დრეკადობის ძალა თავიდან მარცხნივ მიმართული, ხო? შესაბამისად x-ი მაქსიმალურია თავიდან და შემდეგ რა შრება? შემდეგ იკლებს, ხო? შემდეგ იკლებს, კი ბატონო. არა, იკლებს რატო? ერთ წუთი დავფიქრდეთ. ნაკლები არის თავიდან 0-ზე ნამდვილად, კი ბატონო, რადგანაც x-ი და a და x ღერძი საწინააღმდეგოდ არიან მიმართული. ხო. შემდეგ იზრდება, ხო?
შემდეგ იზრდება, ესე იგი მაქსიმალური გვაინტერესებს ჩვენ. აი, აქ შევხედოთ, აი ეს. შემდეგ რას აკეთებს ეს ჩვენი AX გეგმილი? შემდეგ ეხლა AX არის სიჩქარის ცვლილება. AX არის საბოლოო სიჩქარეს V-ს გამოკლებული Vx გამოკლებული V0x-ი შეფარდებული ტესტთან, ხო? ეხლა თუ სიჩქარე თავიდან 0-ის ტოლი იყო, ეს თავიდან 0-ის ტოლი იყო, ხო? შესაბამისად ეს ტოლი გამოგვდის -V0x-ი შეფარდებული ტესტთან. შემდეგ ეს სიჩქარე იზრდება, ხო? ეს სიჩქარე იზრდება. ეს სიჩქარე თუ იზრდება, მოდულით აჩქარებაც იზრდება. შემდეგ სიჩქარე ნიშანს იცვლის, AX-ი უარყოფითი ხდება. ამიტომ მეორეში მეორე არა, რომელია ესა? მესამეში პასუხი გამოგვდის B, კი ბატონო, B გამოგვდის მოდულით მაქსიმალური არის, შემდეგ იზრდება, მერე ისე მცირდება და ასე აგრძელებს ეს ჩვენი გრაფიკი რხევას. კი ბატონო, ეხლა მე სხვანაირად როგორ შეგვეცდა, ხო, ეს გააკეთებინა. მეორე მხრივ Vx-ი ხო წარმოადგენს AX-ი უკაცრავად, AX-ი მეორე მხრივ ხო წარმოადგენს სიჩქარის წარმოებულს ეს თავის მხრივ დროით, ხო? ეხლა ამას თუ გავაწარმოებთ, ესე იგი მივიღებთ ჩვენ შემდეგ გამოსახულებას a-a-ω² კოსინუს ω-s. და სწორედ ეს B გრაფიკი წარმოადგენს -a-ω² კოსინუს ω-s გრაფიკს, ხო? რატო? იმიტომ რომ დროის საწყის მომენტში აჩქარება არის დროის საწყის მომენტში კოსინუს ω t0-ისთვის 1-ია, აი ეს მნიშვნელობა აქვს, ხო? და შემდეგ მინუს კოსინუს ω-s კანონით იცვლება. ამიტომ იქნება მესამეში B. შემდეგი ზამბარის პოტენციალური ენერგია. ხო, E-პოტენციური აქ დავწეროთ, E-პოტენციური, ეს ტოლი არის kx² ნახევრის, ხო, x-ის დამოკიდებულება აქ აქვს, ხო? ხა kx-ი, ხო, x-ის x კვადრატის პროპორციულია, ხო? x-ი მაქსიმალური არის თავიდან, აი, დროის საწყის მომენტში x-ი ტოლი არის 100. შესაბამისად, E-პოტენციური ტოლი იქნება k² ნახევრის, ანუ მაქსიმალურს ვეძებთ. აი მაქსიმალური დროის საწყის მომენტში არის მაქსიმალური. შემდეგ ეს ჩვენი x-ი იკლებს, აი ეს იყო, ხო? იკლებს, შესაბამისად მას უნდა დაიკლოს, მაგრამ რადგანაც კვადრატი არის, უარყოფითი არასდროს არ ხდება. ამიტომ პასუხი იქნება V. მეოთხეს V, კი ბატონო. შემდეგი სხეულის კინეტიკური ენერგია. ხო, E-კინეტიკური რაღა არის? E-კინეტიკური არის mv² ნახევარი. V-სად ქონდა, V ქონდა, აი Vx-ი ქონდა -a-ω სინუს ω-t არის. დროის საწყის მომენტში 0 უნდა იყოს, აი 0-ია, ხო? რატო? იმიტომ რომ სიჩქარე აქ 0 არის, მაქსიმალურად რო არის გადახდილი. შემდეგ კინეტიკური ენერგია იზრდება, პოტენციური მცირდება. ანუ სადაც ქონდა ის, სად ქონდა, ხო, D-ში. არა V ქონდა, ხო, V ეს ხო იყო პოტენციური ენერგია. სადაც პოტენციური ენერგია იკლებს, აი იქ იზრდება ეს. აი აქ იკლებს, აქ იზრდება. შემდეგ პოტენციური ენერგია იზრდება, კინეტიკური მცირდება, ხო? მაგრამ უარყოფითი არ ხდება არც ეს. ამიტომ D უნდა იყოს, D არის სხეულის კინეტიკური ენერგიის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი, მეხუთეს D და მეექვსეში რა ხდება? მერხევის სისტემის სრული ენერგია. ხო, ახლა ჩვენ აქ უნდა ეთქვათ, რომ ახუნი არ გაითვალისწინოთ. აბა შევხედოთ. ხო, აი ნახეთ, რა გვეუბნებიათ, ზამბარაზე მიმაგრებული სხეული მოთავსებულია გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. შესაბამისად, ხახუნის ზალა აქ არ აქვს, ამიტომ მექანიკური ენერგია ცხადია გვინახება ამ შემთხვევაში. აი ეს იქნება G ენერგიისთვის G, რომელიც წარმოადგენს აი ამ გრაფიკის და აი ამ გრაფიკის ჯამს, ხო? კი ბატონო.